გიორგი მინდაძის საქმეზე პროკურატურას მხოლოდ ორი მოწმეღა დარჩა. დასაკითხი მოსამართლის წინაშე და მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ ის სპეცრაზმელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით გიორგი მინდაძის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაზიანება მიიღო სხეულზე. დღევანდელი სასამართლოს ხდომა რამდენიმე წუთის წინ უკვე დასრულდა და არც ერთი მოწმე არ მოიყვანა. სახელმწიფო ბრალდებამ მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ასევე წერილობითი მტკიცებულებები და დღეს გაირკვა ისიც, რომ გიორგი მინდაძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან სწორედ ამ შინაარსის კითხვა დაისვა დღეს სასამართლოს ხდომის გახსნისთანავე და მინდაძემ პროკურორს უარი უთხრა. დღევანდელ ხდომაზე იყო მინდაძის დედობილიც მოსული, რომელმაც აღზარდა პატარა გიორგი მინდაძე, რომელიც დაობლდა და დედას აქვს ახლა ის პრობლემა, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მინდაძესთან შესვლას ვერ ახერხებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას მეურვეობა 18 წელს გადაცილების შემდეგ უკვე აღარ აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტზე, რადგან მინდაძე უკვე 21 წლის არის, სწორედ აი ამ ფორმალურ გარემოებას უსახელებენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დედას და სწორედ ამის გამო არ აძლევენ მას მინდაძის მონახულების საშუალებას. დღეს დედა ჩვენთან კომენტარში ამბობდა, რომ სასამართლოს ხდომები და დარბაზი არის ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარი შვილის მონახულება შეუძლია, ამიტომ ყოველთვის იქნება ყველა სასამართლოს ხდომაზე. ახალი მომხდარია ეს ერთი კვირის ამბავია, რაც გავიგეთ 24 საათიანი რო შეიძლებოდა გიომ სოციალთან მოითხოვა იქ უარი უთხრეს, მე ფიზიკურად მივედი, სიტყვიერად ვითხოვე და უარი მივიღო, რომ სინამდვილეში რო ვთქვათ ეხლა, სინამდვილეში დოკუმენტი მართლა არაფერი მაქვს ეხლა. 21 წლის რო არის და მანამდე მეურვე ვიყავი და ჩემ გვერდზე გადმოყვანილი არ ამყავს. რაცა მიჭუხდა გული, თორე სულ შემართებით მოვდივარ. სულ ისეთი გაღიმებული ერთ-ერთი დღე, რაც არის სასამართლოსი, მიხარია იმ ხრივ, რომ გიოს თვალებს ასახეს დავინახე. გამოიკვლიეთ წერილობით მტკიცებულებები, დღეს ბრალდების მხარეს არ მოუყვანია არც ერთი მოწმე, თუმცა სულ ორი მოწმეა დარჩენილი. ეს არის დაზარალებული და მისი ხელმძღვანელი პირი. რისი დაკითხვის შემდეგაც კიდევ უფრო თვალნათელი და თვალსაჩინო გახდება, რომ გიორგი მინდაძე წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაული. ამ ეტაპზე გიორგი მინდაძემ გამოიყენა მისი უფლება, არ მისცა ჩვენება საომავლო პროცესებზე ბუნებრივია ჩამოყალიბდებით და თუ მისი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა მისცემს ჩვენებს. ეს გამოვიკვლიეთ წერილობით მტკიცებულებები და ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებულის ჭრების სამომავლო მობილური ტელეფონი, საიდანაც ინფორმაცია იქნა გამოთქვილი. რაც შეეხება მეორე მტკიცებულებას, ეს იყო ბრალდებულის შარვალი, რომელიც ეცვა მას დანაშაულის ჩადენის დროს. არამედ შარვალს ექსპერტზე ჩატარებული არ არის, თუმცა გამოკითხვის დროს, როდესაც საგამოძიებო ორგანოში გამოვიდა გიორგი მინდაძე, იგი უთითებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის შარვალი ეცვა, რომელიც სახლში ინახებოდა და შემდგომში გამოძიება მომოიღო აღნიშნული შარვალი. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, დღეს მდგომარეობით დღეს სასამართლო პროცესზე გამოყოფილი იყო 30 წუთი, მოწმის დაკითხვა ვერ მოისწრებოდა, სხვა პროცესზე უკვე დაიკითხებიან მოწმეები. სახელმწიფო ბრალდება გიორგი მინდაძეს 29 ნოემბერს პიროტექნიკის სროლის შედეგად პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი უკვე 7 მაისს არის ჩანიშნული. საინტერესოა უკვე რა ჩვენებას მისცემს მოსამართლეს ის პოლიციელი, რომელიც არის დაზარალებული მინდაძის საქმეზე და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი სიძის პატიმარს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.